იცოდი რომ თამაში არსებობს ისეთი ბაგები, რომელმაც სრულად გაანადგურა Brawl Stars-ი? და კი, ეს არის სხვა ბრაულერებზე ფაქტები, რომლებიც შენ ძალიან დაგაინტერესებს. და ასევე გათამაშების გამარჯვებული უკვე გამოვიდა და გადაეცა 80 ჯემი, ასევე უნდა გამოიწერო არხი და ლაიქო ვიდეო და გააქტიუროს ხარისხალაკი, რომ თუ გინდა მეტი გათამაში და გავაკეთო და მეტი ესეთ კარგ ვიდეოს უყურო და მოდი დავიწყოთ. პირველია შელი. იმის მიუხედავად, რომ მის საბაზრო მოდელზე წარბები იისფერია, პორტრეტზე ისინი შავია. შელი რეალურად ეფუძნება პერსონაჟ ვიდეო თამაშთან Enter the Dungeon, რომელსაც ასევე იისფერი წარბები აქვს. და იცოდით, რომ ნიტა ერთადერთი ბრაულერია, რომლის ხმის გაგონებაც შესაძლებელია მაშინაც კი, როცა მოწინააღმდეგე გუნდშია. კოლტი, მეხა კოლტის ზედატანი ბრუნავს უფრო ნელა ვიდრე ქვედა ნაწილი, რაც ძალიან უცნაურად გამოიყურება. ებიგეარის ხელსაწყოს გააქტიურებისას ბულს სჭირდება სულ რაღაც 21600 ზიანის მიღება, რათა სუპერი სრულად დატენოს საკუთარი შეტევის გარეშე. ხოლო ჰაიპერჩარჯს შეეხება, მის გასააქტიურებლად სჭირდება 54000 ზიანი. რაც ძალიან ბევრია. კი. და იცოდი, რომ ბრუკის თავდაპირველი სახელი იყო Rocket Girl, კი ის ფაილებში ეწერა, რაც ნიშნავს, რომ ის ტექნიკურად ქალი ბრაულერი უნდა ყოფილიყო. ელპრიმო შეტევა ადრე ბეტა ვერსიაში კონუსის ფორმის იყო, ცოტათი ჰგავდა იმას, როგორცაც როზა აკეთებს დღესდღეობით. ასევე ელპრიმოს ყველა სკინი მარჯვნივ ვიყურება, გარდა ერთისა ელ რუდო პრიმო, რომელიც მარცხნივ ვიყურება. ესპანურ ვერსიაში ბალის სუპერი არის Cortesia de la casa. რაც დაახლოებით ნიშნავს სახლის ხარჯზე, მაშინ როცა ინგლისურად Lost Callia. პოგოს აღწერა ადრე ამბობდა, რომ მან თავისი ფანები დაკარგა კონკრეტულ ბენდთან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ცნობილი მარიაჩი იყო ერთ დროს. ბოლო რეირ ბრაულერის დროც დადგა. თუ დააკვირდებით როზას ბუჩქებს, პატარა ნაწილაკები გამოაქვთ, რათა ჩვეულებრივი ბუჩქებისგან გავარჩიოთ. ჯესი ერთადერთი ბრაულერია, რომლის ტყვია ხვდება ბრაულერებს, რომელთაც ადევთ დაცვა. აი მაგალითად, ბელი ვერ არტყავს ტყვიებს. დინამაიკის კასრი დაცულავს ჰაერში, გარდა მისი რობინის სკინისა. ასევე ჩვენ ხედავთ, რომ პაიპერის ანიმაციაში მას სამაგრი ახლავს. ტიქსელს შეეხება ის დალეიქ და ოფიციალურ რელიზამდე. მისი დიზაინი შეიცვალა და აღწერაში სუპერსელი მას უსარგებლოსაც კი უწოდებს. 8-ბიტის სკინის მონეტების რიცხველი, როდესაც აღწევს რიცხვს 999, შემდეგ ნულდება, ხოლო 8-ბიტის ტელეპორტის გაჯეტი არ არის პიქსელირებული, მაგალითად მისი მეორე გაჯეტი პიქსელირებულია და ასევე მისი Star Power-იც. რიკო უფასო რიკოს სკინის აღწერა შეცდომით მიუთითებს 2020 წელს ნაცვლად 2019-ისა. ის არის 2019 წლის უფასო სკინი, რომელიც მე ავიღე კი. ხოლო 2020 წლის სკინი უფასო არის აი ეს ბრუკის სკინი. დერილის დროა. დერილის მარცხენა მხარეს თვალის სახვევი აქვს, რასაც დიზაინერები ადასტურებენ. ერთია ფაული, ძალიან ცნობილი დიზაინერი. პენი ერთადერთი ბრაულერია თამაში, რომელსაც 4 თითი აქვს. და ხო, მისი სუპერი ტყვეების სროლას ერთი და იგივე დროს ანტომებს. არლი კარზე იყო უდიდესი ბაგი, რომელმაც თამაში თითქმის გატეხა, როდესაც ვილოუს სუპერიტი იყენებს მასზე და ის ხტება, ის უბრალოდ ჰაერში შეშტება. შეუძლია გაჯეტით იმოძრაოს და ასევე დიმეიჯიც გააკეთოს. მაგარია. ჯეკი კი თავის სუპერის მეშვეობით ხვრელს აკეთებს, საითაც იზიდავს მოწინააღმდეგეებს. გას თამაშის განმავლობაში 7 სხვადასხვა სკინი აქვს, მაგრამ არც ერთ სკინში არ მეორდება მისი თმა, ის სულ სხვადასხვა ფერისაა. და დღეისთვის ბოლო ბრაულერს ბოსსაც შეეხება, ის Clash Royale-შიც იყო ერთ დროს. კი, არ მოგესმა. ის ერთ-ერთი ევენთის დროს იყო შელისთან ერთად და ის უბრალოდ ანაცვლოდა Magic Archers Legendary Cards. ვიდეო კი დასასრულს მივახლოვდა, თუ გინდა გაგრძელება, კომენტარებში დაწერე part 2 და თუ გინდა ასევე გათამაშებები უნდა და ლაიქო ვიდეო გამოიწერო არხი და გააქტიუროს არის ხილაკი. აბა ნახვამდის. მადლობა ყურებისთვის.